პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დღეს საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობდნენ. კანონპროექტის მიზანი თამბაქოს ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დანერგვა, გადასახადების ადმინისტრირების გამარტივება, თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების აუცილებლობაა. პროექტს თამბაქოს იმპორტიული ორგანიზაციის წარმომადგენლები აპროტესტებენ. მირიან გორგოძე ისაუბრებს თემის დეტალებით. მირიან, რა პრეტენზიები აქვთ იმპორტიორ ორგანიზაციებს? ორგანიზაციები, კომპანიები, რომლებიც თამბაქოს იმპორტს ახორციელებენ, ამ ორგანიზაციების წარმომადგენლები იყვნენ დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ხდომაზე და მათ გამოხატეს საკუთარი უარყოფითი დამოკიდებულება კანონპროექტის მისამართით. ისინი არ ეთანხმებიან დამატებითი გადასახადის დაწესებას, მაგრამ რადგანაც ამ შემთხვევაში მთავარი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია საქართველოს მთავრობის მხრიდან, ამ კომპანიების წარმომადგენლებმა მოითხოვეს გარდამავალი 6 თვიანი პერიოდი, რადგან კომპანიებს მიეცეთ საშუალება უკეთ მოემზადონ და შესაბამისად ნაკისრი ვალდებულებები უკეთ შეასრულონ. ასევე დღესვე კომიტეტის ხდომაზე კომპანიების წარმომადგენლებმა ისაუბრეს იმ საშიშროების წინაშე, რაც შეიძლება მათი აზრით ამ საკითხის ნაჩქარევად გადაწყვეტას მოჰყვეს. რეალურად ეს ყველაფერი ამ კონკრეტული ცვლილების იმპლემენტაცია გათვალისწინებული არის 6 თვის ვადაში. ჩვენ ამ ეტაპზე რასაც ვითხოვთ, ეს არის 6 თვის გადავადება, ანუ 6 თვის მოცემა დამატებითი პერიოდი. თუ ეს დაჩქარებული ტემპებით გაგრძელდება, ამავდროულად გაგრძელის მატება საკმაოდ იზრდება უკვე არალეგალურად თამბაქოს პროდუქციის შემოდენის რისკებით, რაც თქვა არაერთხელ გაგვისვია ხაზი და ამის სამწუხარო გამოცდილება გვაქვს საქართველოში. ბიზნესაც თავისი რესურსი აქვს რა და ამ 3 წლის განმავლობაში ამ გადასახადების ცვლილებით ჩვენზე ძალიან სერიოზული ზიანი მოგვადგა და სადღაც ეს ყველაფერი ალბათ ძალიან ბევრ პრობლემას შექმნის როგორც ჩვენთვის ისე ბიუჯეტისთვის და რატო არის სახელმწიფოს მიზანი ამდენი საგადასახადო წნეხის ასეთი სიხშირით ბიზნესზე დაწოლა მე უბრალოდ არ მესმის. სახელმწიფოს მიერ პოლიტიკა გაცხადებული რომ აქციზის თამბაქოს განსაკუთრებით აქციზის გადასახადის ზრდა იქნება ყოველწლიურად. ის გარემოება რომ აქციზის გადასახადის გაზრდა მოხდებოდა 1 იანვრიდან ეს მე მგონი არ უნდა იყოს სწორი მოლოდინი ან თუ რომელიმე კომპანია ამას არ ელოდებოდა ეს კომპანიის ინფორმაციის არასწორი ინფორმაციაზე მეტყველებს. ეს არის სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკა როგორც ჯანდაცვის კუთხით ასევე ასოცირების ხელშეკრულებაში პირდაპირ არის ჩანაწერი რომ ეტაპობრივად უნდა გადავიდეთ ყოველწლიურად უნდა გავზარდოთ აქციზის გადასახადი გადავიდეთ იმ კომპონენტებზე რა კომპონენტების ევროკავშირში მიღებულია რამდენად შეამცირებს თამბაქოს აქციზის გაძვირება, თამბაქოს მწვერვალთა რიცხვის შემცირებას. ამ კითხვაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ დღეს კომიტეტის ხდომაზე განაცხადა, რომ თამბაქოს აქციზის გაძვირება გამოიწვევს, რა თქმა უნდა, მწვერვალთა რიცხვის შემცირებას, თუმცა სხვაგვარი დამოკიდებულება და მოსაზრებები აქვთ იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს, ისინი ამ კითხვაზე უარყოფითად პასუხობენ და ამბობენ, რომ აქციზის გაძვირება ვერანაირად ვერ იქნება პირდაპირ პროპორციული მწვერვალთა რიცხვის შემცირებისა და მათი თქმით ეს პირდაპირ ეს გადაწყვეტილება პირდაპირ დაარტყამს ასე ვთქვათ ჩვეულებრივ მოსახლეობის შემოსავლებს და ასევე ეს იქნება ძალიან დიდი დარტყმა მათი აზრით დაბალ ბიუჯეტიანი კომპანიებისთვისაც. 15 თეთრიანი აქციზის ზრდის შედეგად, რაც მოხდა 2013 წელს, მოხმარება არა თუ შემცირდა, არამედ გაიზარდა და მათი პროცენტული მაჩვენებელი ამ შემთხვევაში რეალურად უცვლელი დარჩა აქციზის ზრდის გამო. სეგმენტაციის არავის შედეგად ჩვენ იზოლებული ვიქნებით ერთის მხრივ დაბალხარისხიანი სიგარეტი შემოვიტანოთ, რაც თავისთავად არ უნდა იყოს სახელმწიფოს მიერ გაცხადებული პოლიტიკა, ანუ არ უნდა ჯდებოდეს ამ პოლიტიკაში, რადგან საუბარი არის იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტად შევამციროთ ზიანი. თუ ჩამოყალიბდებით იგივე პოზიციას მეტყვი რა პოზიციას თქვენ აფიქსირებთ იგივე პოზიციის მეტყვის დაბალ სეგმენტში მომუშავე იმპორტიორები და მწარმოებლები ჩვენ ვზართ ამ გადაწყვეტილებას გადავხედოთ. თუმცა ცალკე შეხვედრებისას ყველა მათგანი აფიქსირებს რომ ადვალური შემოღება არის მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული. ამ საკითხის განხილვას დღეს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე დეპუტატების უმრავლესობა მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს. იგივე განწყობა აქვს კომიტეტის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილსაც, რომელიც ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს და ასევე საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებასაც შეუწყობს ხელს. ეს ერთის მხრივ შემოსავლებს თავისთავად იდეა ის არის შემოსავლები გაიზარდოს ბიუჯეტში, მეორე მხრივ
ჯანდაცვის კუთხით რეკომენდაციები ძალიან ბევრია გაეროდან, სხვა ჯანდაცვის ორგანიზაციებიდან, NGO-ებიდან და ეს პოლიტიკა, რომ რაც უფრო შემცირდება, მწვერვალთა რაოდენობა უკეთესია, როგორც პიროვნებისთვის, მისი ჯანმრთელობისთვის, ოჯახის ბიუჯეტისათვის ნაკლები ფული დაიხარჯება და ასე შემდეგ. ეს ყველა მეგონი საზოგადოება ძალიან კარგად იცის. და ეს მატებაც ახლა ისეთი მატება არ არის, რომ მაინდა-მაინც ადამიანს უნდა რომ მოწევს, ის მაინც მოწევს. საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილებების მიხედვით 2015 წლის 1 იანვრიდან იცვლება აქციზის განაკვეთი თამბაქოს ნაწარმზე და თუ კი აქამდე ერთ კოლოფ სიგარეტზე აქციზის გადასახადი იყო 75 თეთრი 1 იანვრიდან მოიმატებს და გახდება 90 თეთრი, ასევე 2015 წლის 1 ივლისიდან შემოდის ფილტრიან და უფილტრო სიგარეტებზე აქციზის გადასახადის ეგრეთ წოდებული შერეული, ანუ ადვალური სისტემა, რაც თავის მხრივ არაფიქსირებული გადასახადის დაწესებას გულისხმობს.